გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანიაში უნდა ვისწავლოთ როდის, რამდენ ხანს და როდიდან. ნახეთ, როდის ეს გერმანულად არის wann. Wann როდის. რამდენ ხანს გერმანულად არის wie lange. Wie lange და როდიდან გერმანულად არის ab wann. Ab wann როდიდან. ესე იგი wann როდის, wie lange რამდენ ხანს, ab wann როდიდან. მაგალითად, აი ნახეთ, ესე იგი როდიდან ხომ არის ab wann როდიდან. მაგალითად, 8 საათიდან გერმანულად იქნება ab 8 Uhr. Ab 8 Uhr, ანუ 8 საათიდან. და 8 საათამდე გერმანულად იქნება bis 8 Uhr. Bis 8 Uhr, 8 საათამდე. ან 1 საათში. 1 საათში გერმანულად ეს არის in einer Stunde. In einer Stunde. ანუ 1 საათში. In ითარგმნება როგორც ში. ეს არის წინდებული და ქართულად ითარგმნება როგორც ში. ამ წინდებულის მერე გამოიყენება დატივი. მაგალითად, წეგან ჩვენ როდესაც ვთქვით in einer Stunde, ანუ 1 საათში, იქ დატივი გვქონდა გამოყენებული. მაგალითად, დატივი ვისაც არ გახსოვთ, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. დატივში ჩვენი არტიკლებია dem, რომელიც არის მამრობით და საშუალო სქესი, der, რომელიც არის მდედრობით სქესი, den, ეს არის მრავლობითი. ეს რა თქმა უნდა განსაზღვრული არტიკლებია dem, der, განსაზღვრული არტიკლებია და ასევე გვაქვს განუსაზღვრელი არტიკლები. განუსაზღვრელი არტიკლებია einem, მამრობითი და საშუალო, einer, მდედრობითი. ავიღოთ, მოდით აი მაგალითები მოვიყვანოთ. Der Tag არის დღე გერმანულად. Der Tag დღე, რომელიც არის მამრობითი სქესარსებითი სახელი. დატივში ეს გახდება dem Tag, einem Tag. Dem Tag, ამ შემთხვევაში dem მაქვს გამოყენებული, ანუ განსაზღვრული არტიკლი და einem ამ შემთხვევაში გვაქვს განუსაზღვრელი არტიკლი. Einem Tag. ერთ დღეში გერმანულად იქნება in einem Tag. In einem Tag. ანუ ერთ დღეში. როგორც ხედავთ, in წინდებულის მერე დატივი მაქვს გამოყენებული. In einem Tag, ერთ დღეში. ასევე ავიღოთ წელიწადი, ეს გერმანულად არის das Jahr. Das Jahr, საშუალო სქესია. საშუალო სქესი დატივში გახდება dem, განსაზღვრული, einem, განუსაზღვრელი. ნახეთ, ერთ წელიწადში გერმანულად იქნება in einem Jahr. In einem Jahr, ერთ წელიწადში. აქაც in ამის მერე დატივი გვაქვს გამოყენებული. einem Jahr დატივში ამ შემთხვევაში. ავიღოთ მდედრობით სქესარსებითი სახელი die Stunde, ანუ საათი. ეს არის მდედრობით სქესარსებითი სახელი, წინ აქვს die არტიკლი. ეს დატივში გახდება der და განუსაზღვრელი გახდება einer. Der, einer. მდედრობით სქესი დატივში გახდება der, განსაზღვრული, einer, განუსაზღვრელი. 1 საათში გერმანულად იქნება in einer Stunde. In einer Stunde, ანუ 1 საათში. და რაც შეეხება მრავლობითს. დღეები გერმანულად არის die Tage. Die Tage, დღეები, ეს უკვე არის მრავლობითში, დატივში მრავლობითის არტიკლი არის den, ანუ die Tage დატივში გახდება den Tagen და რა თქმა უნდა არსებითი სახელსაც ენი დაემატება. თუ არსებითი სახელი არის მრავლობითში და არ ბოლოვდება n-ზე, მაგ შემთხვევაში დატივში არსებითი სახელს ემატება ენი. წინ არტიკლი ექნება den და ასევე არსებითი სახელს დაემატება ენი. Den Tagen. ეს უკვე არის დატივში. Den ამ შემთხვევაში განსაზღვრული არტიკლია, განუსაზღვრელი არტიკლი მრავლობითს არ აქვს, ამიტომაც მხოლოდ არსებითი სახელი თვითონ გამოიყენება, ანუ Tagen უნდა გამოვიყენოთ, არტიკლის გარეშე უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, ნახეთ, 2 დღეში გერმანულად იქნება in 2 Tagen. ამ შემთხვევაში, რადგან გვაქვს რიცხვი 2, ანუ 2 გამოყენებული, მაგიტომაც დღეები მრავლობითშია უკვე. Tagen გამოვიყენეთ და დატივშია. დატივშია, ნახეთ, ბოლოვდება n-ზე, Tagen. ამ შემთხვევაში არის დატივში. In 2 Tagen, ანუ 2 დღეში. ასევე წინდებული მდე, ამდე, გერმანულად არის bis, ხომ? Bis, მაგალითად წეგან ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითი bis 8 Uhr, ანუ 8 საათამდე. ნახეთ, ხვალამდე გერმანულად არის bis morgen. Bis morgen, ანუ ხვალამდე. Morgen არის ხვალ და bis morgen არის ხვალამდე. რაც შეეხება წუთი, როგორ არის გერმანულად? წუთი გერმანულად არის die Minute.
die Minute. მდედრობით სქესარსებითი სახელია, დატივში ეს გახდება der Minute, an einer Minute. Der Minute, einer Minute. ერთ წუთში როგორ იქნება? In einer Minute. In einer Minute. დღეს გერმანულად არის heute. Heute. საღამო გერმანულად არის Abend. Abend. ნახეთ, დღეს საღამომდე გერმანულად იქნება bis heute Abend. Bis heute Abend. ანუ დღეს საღამომდე. Dann ეს არის ab, მაგალითად ab 8 Uhr, ანუ 8 საათიდან. Ab 8 Uhr, 8 საათიდან. ასევე მოდით ვისწავლოთ გაფუჭებული და შეკეთება. გაფუჭებული გერმანულად არის kaputt. Kaputt, მაგალითად, mein Handy ist kaputt. ჩემი ტელეფონი არის გაფუჭებული. გაფუჭებულია. Mein Handy ist kaputt. და შეკეთება გერმანულად არის reparieren. Reparieren. მაგალითად, თქვენ მობილურებს აკეთებთ? Reparieren Sie Handys? Reparieren Sie Handys, ანუ აკეთებთ თქვენ მობილურებს და ჩვენ ვაკეთებთ გერმანულად იქნება wir reparieren. Wir reparieren, ანუ ჩვენ ვაკეთებთ. ასევე ვისწავლოთ აღარ მუშაობს. გერმანულად ეს იქნება funktioniert nicht mehr. Funktioniert nicht mehr. მაგალითად, mein Handy funktioniert nicht mehr. Mein Handy, ანუ ჩემი მობილური funktioniert nicht mehr, აღარ მუშაობს.